დიდი მადლობა მოწვევისათვის, მიესალმებით თქვენ მაყურებელს. Რა თქმა უნდა, რეჟიმი დღესდღეობით ყველა მეთოდით ცდილობს, რომ ებრძოლოს ოპოზიციურ პარტიებს, აქტივისტებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც თუნდაც მცირედ გამოხატავს პროტესტს დღევანდელ სიტუაციაზე, რაც საქართველოში ხდება. და ერთ-ერთი ამის გამოხატვაც არის ზუსტად ნინო ბათაშვილის ამბავიც. თუმცა თქვენ გაიხსენეთ 2008 წლის ამბავი, შეიძლება გავიხსენოთ 2023 წლის ამბავი, როდესაც გიორგი გოჩიტაშვილი, კახეთის ერთ-ერთი მოქალაქე დაეჯახა ირაკლი ღარიბაშვილის მამის სახლის ღობეს. და დაახლოებით და ის მაშინვე დააკავეს და სამთვეში მე გაუშვეს ფსიქიატრიაში იძულებით მკურნალობაზე. შეიძლება როგორც მაშინდელი ამბებიდან იყო, არავითარი ნიშნები თქვენ წინასე არა დამნაშავესაც არ ქონდა, მაგრამ დღესდღეობით უცნობია ის კიდე ფსიქიატრიულშია გამოვიდა, რამე მოხდა თუ არა, იმიტომ რომ გადავხედე თქო ძველი იმებს, სახაზინო ადვოკატი ყავდა, რომელსაც მე არც მოუკითხე და არც ვნახია. იგივე ალბათ ეს ყველა ჩვენთაგანის ბრალიც არის, რომ აი ესეთი ფაქტების გატარება ხდება. ჩემიც როგორც საზოგადოების წევრის, თქვენიც როგორც ოპოზიციური ტელევიზიის და პოლიტიკური პარტიების, რომლებიც სამწუხაროდ არცეთ საქმეს ბოლომდე არ მიყვებიან იმ საქმეებს, რომელიც ყველა ჩვენთაგანს ეხება. და სამწუხაროდ ყველა ვერთვებით იმ თამაში, რასაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი გთამაშობს. რაღაც ახალი მოხდება, ამაზე გავახტიურდებით, მაშინვე მეორე ფაქტს შემოვაგდებს, სხვა შემოვაგდებს და პირველი დაგვაუწყდეს. სამწუხაროდ ვერც ერთი აი ესეთი გახმაურებული საქმის ფინალი ბოლომდე ზუსტად არც ერთმა არ ვიცი. იქნებ თქვა დაინტერესდეს თქვენი ტელევიზიას თუ რა მდგომარეობაში გიორგი გოჩიტაშვილი, იმიტომ რომ დღეს უკვე ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი აღარ არის, მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, შეიძლება იყოს დიდ კორუფციაშია ჩაბმული და შეიძლება ამ ახალგაზრდას გმირობაც მისცეს, რომ გამოავლინა თავის დროზე ცდილობდა გამოევლინა კორუფციის ფაქტები მთავრობაში. სულ დავეხმაროთ ამ გიორგი გოჩიტაშვილს და მე მოუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ მე არ შემეხება, მე ჩემთვის ვარ სახლში, არ ვაქტიურობ, სამსახურში მივდივარ, მოვდივარ, ოჯახს ვარჩევ, დასასვენებლად ფულს ვაგროვებ, შეეხებათ. ადრე თუ გვიან მათაც შეეხება სამწუხაროდ თუ ესენი დარჩებია. და უკვე ხვალ ალბათ თუ ქალბატონინოზე ეს ფაქტიც გავვა, ხვალ უკვე ნებისმიერ შეუძლია შემოგთავო მოგვიყენონ ამუხლეთ ფსიქიატრიაში მკურნალობა. ციხის გავსება ვერ მოახერხეს, საბედნიეროდ ოცნება, რომ ფსიქიატრის გავსებენ ძალიან ადვილად საქართველოს აქტიური მოქალაქეები. კი ბატონო. ბატონ ლევან, თქვენ რას გვეტყვით, აი რა სიტყვით ზოგადად აი ამ ფაქტთან დაკავშირებით და რაღაცნაირად აი ამ ფორმაზე, აი ამ მეთოდზე, როგორც ექცევიან ისინი პატიმარს. ეს ახალი ამბავი არ არის, ჩვენ ვართ მემკვიდრე სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის და საბჭოთა კავშირში არსებობდა პარალელური სისტემები ადამიანების კონტროლის. ეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა იყო ერთ-ერთი ეს სისტემა, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება იყენებდა ადამიანების კონტროლისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ლეგალურად ვინმეს იზოლირება და ვინმეს ჩასმა გარკვეული სისხლის დამარცხების გარკვეული მუხლებით არ შეეძლოთ და არადასჭირდებოდათ ადამიანის იზოლირება, ან ეშინოდათ ისეთი მუხლი მიეყენებინათ სასამართლოში, რომელზეც მსოფლიო საზოგადოებრივობა ხმას ამოიღებდა და შეიქმნებოდა საერთაშორისო სკანდალი, ამ სიტუაციებში იყენებდნენ ფსიქიატრიულ დაწესებულებებს, სხვა შორის ის ავადსახსენებელი სერბსკის ინსტიტუტი მოსკოვში დღემდე არსებობს ზუსტად იგივე ფუნქციებით და იგივე შინაარსით. ეხლა აქ არის მეორე ამბავი, მე ალბათ იურისტები ამას უკეთესად იტყვიან და ალბათ შეიძლება თქვენს კიდეც, ხო? მაგრამ მე რიგით მოქალაქეს არა იურის. შტაბ-შტილებამ რჩება, რომ ეს საქმე სასამართლოში განწერილი არის ჩავარდნისთვის, იმიტომ რომ იქ მე მაგალითად ვერანაირ დანაშაულს რის გამოც ქალბატონ ნინო ციხეში ყავთ, მე იქ დანაშაულს ვერ ვხედავ. როგორც ჩანს, დანაშაული ვერ შეიკერა, ანუ მას სასამართლოში პერსპექტივა არ აქვს და მოიგონეს აი ეს ამბავი. ეხლა აქაც არის ერთი ნიუანსი. ვიღაცას ალბათ ხო სამედიცინო განათლების მქონეს, ვიდრე პროკურატურა ამას მოითხოვდა, ალბათ ხო აზრი კითხეს. ესე იგი,
წარმოუდგენლად დაბალი აკადემიური მოსწრების იყო ეს ადამიანი, ვისაც კითხეს ალბათ. რომ რჩევა მიცა რომ მოდით ესე გავაკეთოთ. ანუ ფსიქოემოციური ლაბილობის რა ქვია, ხოლგის ქვეშ უნდათ ადამიანი გაუშვან იძულებით კურნალობაზე. კოლეგებმა სწორად აღნიშნეს ფსიქიატრებმა მიხარია რომ თუკი ამ ქვეყანაში ვინმე ყავს ქითით საჩვენებელი ფსიქიატრი, თავის აკადემიური და კლინიკური საქმიანობით გამორჩეული ყველა იყო. ვინც გააკეთა განცხადდა და პლუს ასოციაციებმა. იმან თქვენს რომ ეს დიაგნოზი არ არის. ეხლა კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო ჩვენს მაყურებელს. რა არის ეს ფსიქოემოციური ლაბილობა? პირველ რიგში მე ჩემს სტუდენტებს ვასწავლი ხოლმე, როცა მენტალურ ჯანმრთელობას ვასწავლებ, ვეუბნები რომ ყველა ადამიანს განურჩევლად სქესის არის ისა საცხოვრებელი ადგილისა მთელ სოფლიოში ერთხელ მაინც ცხოვრებაში ქონია მენტალური ჯანმრთელობის ეპიზოდი. ეხლა მეორე ამერიკული სტატისტიკით ეს არ არის ახალი სტატისტიკა, ყველას კარგად ცნობილია. 50% დაახლოებით სოფლიოს მოსახლეობის ერთხელ მაინც მას გარკვეული გართულება მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით ქონია. ეხლა ლაბილობა რო განმარტოთ, ეხლა რა არის? აი მაგალითად დეპუტატი, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ილანძღება და იგინება უშუალო სიტყვებით, ეს ლაბილობაა. მაშინ ისინიც გაუშვან იძულებით ექსპერტიზას და იძულებით კურნალობაზე. ანუ ამ კარგით რო წავიდეთ აი სისულელის გზით, ხო? საქართველოში ყველა იქნება ჩასასმელი ამ მაშინ რა ქვია, ფსიქიატრიულ სტაციონარში და მინდა გავახსენო ჯანდაცვის სამინისტროს საჯელასრულების და კიდევ სხვა სამინისტროების ვისაც ეს ეხება, რომ ადგილები ამდენი არ გვაქვს. ბატონო ვაჟამ თქვა ციხეები ვერ გავსესო, მაგრამ აქ უფრო რთული მდგომარეობა. ჩვენ ისე გავაკეთეთ ამ სისტემის, ამ ფსიქიატრიული დახმარების სისტემის დეცენტრალიზაცია, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული. რომ ამას პირველად ჯანდაცვა არ მოვაყოლეთ, ამიტომ დღეს ესეთი ადგილი არის ერთი ეს ხონში და არის ძალიან პატარა. ისე რომ ამასაც ესეც არ გამოადგებათ ამათვის და პლუს კიდე მინდა გითხრათ სრული პასუხისგებლობით, რომ როგორც კი ამ ქვეყანას ეყოლება ოდნავ ნორმალური ხელისუფლება, ესე რომ მოშორდებიათ, მე ვურჩევ ქალბატონ ნინოს, რომ აუცილებლად შეიტანოს სარჩელი სასამართლოში და მინდა გავაფრთხილო ნებისმიერ ის კოლეგა, რომელიც აპირებს ამ უბედურებაზე ხელის მოწერას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის დიაგნოზის გაყალბება, ან არარსებული დიაგნოზის დასმა. ანუ სარიელ ადგილზე რაღაც დიაგნოზის დასმა. და პლუს ერთ ვიტყვი რა კიდე. აქ რა არის კიდე რისკი? ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დახურული ტიპის, სადაც ძალიან ბევრი პაციენტი შეიძლება მართლაც აგრესიული და არის, ხო? აგრესიული და საშიშია სხვებისთვის. იქ ჯანმრთელი ადამიანის მოთავსება ნიშნავს ამ ადამიანის დაინვალიდებას. არა მარტო ფსიქიატრიის თვალსაზრისით და ფსიქიური ჯანმრთელობის თვალსაზრისით, არამედ ფიზიკური თვალსაზრისით. ისე რომ ეხლა იქ რო ადამიანი მოათავსონ სრულიად კლინიკურად ჯანმრთელი, შეიძლება 2 თვეში იქიდან გამოვიდეს ძალიან მძიმე ხარისხის შეზღუდული შესაძლებლობებით. ანუ ეს რისკიც არის, ისე რომ ამ საქმეს არათუ ნორმალურ ქვეყანაში და ჩვენ ნორმალურ ქვეყანაში ძალიან მალე გვექნება, იმიტომ რომ ესენი დიდხანს ვერ გაჩერდებიან ხელისუფლებაში. ამ საქმეს აქვს სერიოზული პერსპექტივა. მე ქალბატონ ნინოს ვურჩევ, რომ მოითხოვოს ნორმალური სასამართლოს პირობებით ძალიან მაღალი კომპენსაცია იმისათვის, თუნდაც დრას დღემდე ხდებოდა. და პლუს საზღვარგარეთ მათ შორის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო სასამართლო სტრუქტურებში აქვს ვებერთელა პერსპექტივა, ისე რომ დროზე მოეგეთ გონს. კი ბატონო ლევან, იცით რა მინდა გთხოვოთ, აი სწორედ ეს ნაწილი მინდა რომ უფრო კარგად ავხსნათ საზოგადოებისთვის, რომ ადამიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამწესება, თუნდაც რამდენიმე კვირით, რომელსაც ეს მომსახურეობა, ესე ვთქვათ, არ სჭირდება, აი რა გავლენა შეიძლება კონდეს ამას მის ფსიქიკაზე? აი უმძიმესი, აი მარტო მაგალითს გეტყვით. აი ახლა თქვენთან რომ მოვდივდი, მანქანაში თერმომეტრმა მიჩვენა 39-40 გრადუსი, ხო? ადამიანი რომელიც სიცხეს ვერ იტანს, რომ გააჩეროთ ერთ დღეზე მეტი ოთახში, სადაც კონდიცირება არ არის, მას დაერღვევა ფსიქიკა. ეხლა წარმოიდგინეთ, ადამიანი გარდა ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო პირობების გაუარესებისა ხვდება სხვა ადამიანებთან ისეთი მოშლილი ფსიქიკის პირებთან, რომლისთვისაც საშიშია, რომელთაგანაც მას საშიშროება ემუქრება.
ეს თქვენც აღნიშნეთ ბატონო და აი ასოციაციების განმარტებებშიც იყო რომ ეს უტოლდება არა მარტო არათასათანადო მოპყრობას, წამებას, ან წამების საერთაშორისო კონვენციებში ეს ნათლად წერია, რამდენჯერმე მომიწია ამ დოკუმენტის ნახვა და წერია შავით თეთრზე, რომ ეს არის წამება. ასე რომ ამ საქმეს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს, ქალბატონო ნინო. არ შეშინდეთ, გამაგრდით და ყველა დაისჯება ეს აი როგორი ნათელია, იცით, ჩემთვის როგორც ეხლა რო ის არის 39 გრადუსი და ზაფხულია და ცხელა. აი ეს. კი ბატონო. ბატონო ვაჟა, იცით რა მინდა გკითხოთ, აი როგორ ფიქრობთ, რაში სჭირდება ისედაც ძალიან ბოროტ, ძალიან სასტიკ სისტემას კიდევ უფრო რაღაცა კიდევ უფრო მეტი სისასტიკე გამოავლინოს, ხომ? ისედაც პატიმრობაშია. რატომ ეს კიდე ცალკე საკითხია, ხომ? ქალი, პედაგოგი, უსამართლოდ დაკავებული და რაღაცა დამატებით კიდევ უფრო რთულ ვითარებაში გინდა რომ ამყოფა. აი რატომ? სანამ თქვენ კითხვას უპასუხებდი, ბატონ ლევანის არ დავეთანხმები, რომ ფსიქიატრიაში ადგილები არ ეყოფათო. დღესდღეობით რაც ოცნების თანამდებობის პირები საზოგადოებაში არ გამოდიან. ამიტომ ძალიან ადვილად თავის თავს ღობეს შემოვლები და დანარჩენს დაარქმევენ ფსიქიატრიულს, რომ ასე რომ ადვილად მოაგვარებენ მაგ საკითხს და რატომ უნდა და იგივე რომ ხალხში თქვათ დათესვენ კიდევ უფრო მეტი შიში რომ თუ ალბათ მე ვერ სისხლის სამართლის დანაშაულს ვერ დაგიმტკიცებ, გაგიშვებ ფსიქიატრიაში. თქვენ ნახევარია უკვე დაკავებულია ქალბატონი და რამე რო ყოფილიყო აქამდე რაღაც მუხლებს წარმოადგენენ სასამართლოს ჩაატარებენ, ხო? ნამდვილად ბატონ ლევანის ვეთანხმები რომ ვერ მოძებენ ეს თუ რითი შეიძლება რომ გაასამართლონ და იპოვეს გამოსავალი მოდი ფსიქიატრიაში ჩავსვათ და თუ იქ დაუმტკიცდება რომ ეს ფსიქიურად დაავადებულება სისხლის სამართლის საქმე დაიხურება. იგივე მოხდა გიორგი გოჩიტაშვილის და მაგიტომ იგივე გამოვიკლეთ, იგივე ადამიანმა ჩაუტარა მას ექსპერტიზა. აი ეს გამოვიკლეთ, 2 წლის წინანდელი ამბავია, ძალიან შორეული არ არის. შეიძლება მის გამკრობა და ამითი თქვენ უკვე მეც დამიცავთ, რომ ხვალ მეც რომ თქვა დაკავების დროს რომ წინააღმდეგობა გაუწიო სამართალდამცავებს, შეიძლება მეც შევმედაო, რომ ფსიქიურად არ არის გაწმასორებული, თუმცა აქამდე არავითარი ასეთი ფაქტი როგორც ინსტრუმენტი სჭირდება, ფიქრობთ, ან რაღაცა მარტივია ეს იარაღი მიაკრა ადამიანს, რომ ხო? და საზოგადოებაზეც, თავის მომხრე საზოგადოებაზეც მოქმედეს, რომ გიჟია რა უნდა მოკითხო. და იგივე თქვათ, ვინც აქციაზე დავდოთ, ჩვენზეც ისახია, გიჟები არიან 7 თვეა, 8 თვე ეგ დადიან. ხო ხედავ რომ ვერაფერი გამოდის, რატო დადიან? მარტივია ძალიან. კი ბატონო. ბატონო ლევან, თქვენ რას გვიტყვით? აი ასეთ დროს რა არის მნიშვნელოვანი? ვგულისხმობ, აი რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ მეწამ წავიკითხე ხო, რამდენიმე სპეციალისტის გამოხმაურება, ვთქვი რომ ხელმოწერებსაც აგროვებენ სპეციალისტები. აი ამ ტიპის აქტიურობა რამდენად მნიშვნელოვანია, სწორედ აი სპეციალისტებმა, ექიმებმა, ვისაც ესმის ეს სფერო, აი ამ ადამიანებმა აიმაღლონ ეხლა ხმა. მადლობ დამკითხისთვის. ეხლა მე აქ რო მოვდიოდი, ფიქრობდი, ხო მე არა ვარ ფსიქიატრი, მე ვარ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროფესორი, მაგრამ ძალიან გამართული ვარ და მყარად ვარ აქ თქვენ სტუდიაში, რომ დღეს მოვისმინე ისეთი ავტორიტეტების, ფსიქიატრების აზრი, რომელსაც ვენდობი მთელი 100%. აი მაგალითად პროფესორი ნინო ოკრებელაშვილი. ხო? თუ კი ვინმე ახლობელი ან არა ახლობელი აზრს მეკითხება და რაღაც კონსულტაცია ჭირდება ამ სფეროში, პირველი ურეკავ ქალბატონ ნინოს. და რამდენადაც ქალბატონო ნინომ და სხვა ძალიან პატივსაცემად ფსიქიატრებმა ეს თქვეს ხმამაღლა, სტრუქტურირებულად და ჩამოყალიბებულად, მე გრამი ეჭვი აღარ მაქვს. ანუ აქ ამ მსგავს სიტუაციებში გასაღები არის სწორედ საზოგადოებისთვის ცნობილი პატივსაცემი პროფესიონალების აზრი. დღეს სხვათა შორის ერთი ძალიან საინტერესო სურათი ვნახე ისრაელის და ჰამასის კონფლიქტის ესკალაცია როგორ მოხდა გახსოვთ ხო? ჰამასის ბოევიკები, ტერორისტები შეიჭრნენ, ხალხი გაიტანა. ჯერ კიდევ დღემდე არის 50 ისრაელის მოქალაქე გატაცებული ჰამასის ტყვეობაშია. დღეს იყო სურათი ერთ-ერთი ადამიანის, რომელიც არის ძვალი და ტყავი დარჩენილი მამაკაცი, ახალგაზრდა კაცი, ამ ჰამასის გვირაბში რაღაც ჯურღლულში მიწისქვეშეთში ათხრევინებენ საკუთარ საფლავს. აი ეხლა რასაც აპირებენ ამ თავისი მოკლე ჭკუით ქალბატონ ნინოს მიმართ სხვა რამე კი არ არის. კლასიკური ტერორია. ხო?
იმიტომ რომ იქაც იმ ადამიანს ფიზიკურად კი არ კლავენ, კი მშიერია, გაძოლტყავებულია, მაგრამ ცოცხალია. საკუთარ საფლავს ათხრევინებენ. აი ზუსტად იგივე მექანიზმის და იგივე სიმძიმის ტერორია ეს. მე მეტი არაფერი ისე რომ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ხელმომწერებო განსაკუთრებით მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს ვეუბნები. ძალიან ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ შეიძლება დაიმახინჯოთ თქვენი ცხოვრებას, თქვენი ოჯახების ცხოვრებას და საერთოდ არათუ გამარჯობა არ გითხრათ, ვინმე ქუჩაში ციხეში აღმოჩნდა. დიდი ხნით. ეს გაითვალისწინეთ, რა. კი ბატონო, გასაგებია. დიახ, ძალიან ბატონ ვაჟა და დასასრულისკენ. დავამატებდით შეიძლება რომ სამშაბათს 5 აგვისტოს 17:45-ზე იგეგმება მასწავლებლებისა და ექიმების ერთობლივი აქცია პარლამენტის შენობის წინ, სადაც იქნება თავისი ეს ხელმოწერები გროვდება სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით და მე მოუწოდებდი ჩემ კოლეგებს, მასწავლებლებს და ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც, რომ ეს ყველას გვეხება. თუ საზოგადოება აქტიური არ იქნება, თუ ერთიანი არ იქნებით, სამწუხაროდ ყველას შევჭამენ რა. აბსოლუტურად ყველა ვიქნებით ხალბატონ ზიასავით, რომელიც უკვე 9 თვე, მე-9 თვე არაც იბრძვის და ხალბატონ ლალისის, რომელიც ჯერ მხოლოდ თვენახევარია ციხეში, აღარ ვიძახი სხვა დანარჩენ სინდისის პატიმრებს. ყველას ეს გველოდება თუ ჩვენ სახში ვიჯდებით და ჩვენ მოქალაქეებს, ჩვენ დაზარალებულებს, ამ რეჟიმის მიერ დაზარალებულებს ხარში არ დავუდგეთ. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ იყავით სტუდიაში ჩვენთან სტუმრად. ჩვენ კი ვაგრძელებთ ეთერს. თქვენ შეგიძლიათ დაგვტოვოთ, კი ბატონო. ჩვენ კი ვაგრძელებთ ეთერს და მე